მოგესალმებით მეტალაბის სტუდიიდან ეს გადაცემა ალგორითმია დღევანდელ გადაცემას მე წავიყვან ჟურნალისტი შორენა ბიჭიკაშვილი ჩვენი გადაცემის სტუმარი კი ოთარ კვირიკაშვილი უსაფრთხოების ექსპერტი და AI-ის სპეციალისტი დიდი მადლობა ოთარ რომ ხართ აქ და პასუხობთ ჩვენს კითხვებს მაყურებელს კი შევახსენებ რომ ეს მორიგი გადაცემა რომელიც მზადდება ქართული მედია ჯგუფის მიერ ორგანიზებული პროექტის ფარგლებში შეგახსენებთ იმასაც რომ ჩვენ ამ პროექტის ფარგლებში ვამზადებთ ახალგაზრდებს, სტუდენტებს, თქვათ ჟურნალისტებს და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს AI მიმართულებით, რომელსაც უძღვება ოთარ კვირიკაშვილი. ეს კვირეული ქონდათ ოთარ AI აგენტების, როგორც ვიცი მე და რომ მაყურებელს აუხსნათ რას ნიშნავს ეს. პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობა. რაც შეეხება AI აგენტებს. ჩვენ ვიმყოფებით უკვე რეალურად სხვა ეპოქაში, ხელოვნური ინტელექტის აგენტების ეპოქაში. ისინი არ იღლებიან, არ ისვენებენ, არ სძინავთ და გემსახურებიან 24/7-ზე და ფაქტიურად აქვთ შეუზღუდავი ცოდნა და შეუზღუდავი მოქმედების არეალი. თუ კი რამე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ნებისმიერი სფერო, ნებისმიერი მიმართულება, AI აგენტები შეგიძლია გამოიყენონ ნებისმიერი სფეროს მიმართულებით. ეს ეხება კლიენტთა მომსახურების სფეროს, ეს ეხება მარკეტინგს და გაყიდვებს, ჯანდაცვას, განათლებას, უსაფრთხოებას, ეკონომიკას, ფინანსებს, ლოგისტიკას და ასე შემდეგ. ეხლა სანამ გადავალთ იქით რომ შეიძლება ითქვას რომ არა თუ გარდამავალ პერიოდში ვართ, არამედ უკვე AI-ის ეპოქაში ვართ. კი ბატონო, კი, იქ ვართ, უკვე იქ ვართ, მაგრამ იმის გამო რომ რეალურად ჩვენს ქვეყანაში სხვა პრობლემები ამ ეტაპზე და ჩვენი ხელისუფლება აი ესეთი ძალმომრეობის და წნეხის ესეთი ძალმომრეობა და წნეხი აქვს ჩვენს ხელისუფლებას ჩვენზე დაწესებული, ჯერჯერობით კიდევ ვერ აღვიქვამთ რეალურად რა ხდება დანარჩენ მსოფლიოში და ვერ აღვიქვამთ რეალურად რომ უკვე AI ეპოქაში ვართ, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ვართ და აქედან უკან ვეღარ გამოვალთ. ეგ არის გამორიცხული ამბავი. ერთადერთი შანსი გვჭება იმისაც რომ რეალურად გამოქვაბულში არ დავრჩეთ ადამიანები საქართველოში, ერთადერთი შანსი გვჭება რომ ამას ფეხი აუწყოთ, რაც შეიძლება მეტი ვისწავლოთ ჩვენი სფეროების მიხედვით, მაგალითად ადამიანი თუ ლოგისტიკაშია, მედიცინაშია, განათლებაშია და რაც წეგან ჩამოთვალე, რაც შეიძლება მეტი ვისწავლოთ, იმიტომ რომ ამოუწურავი რესურსია ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით და პირველ რიგში რომ ეს თემა რო არ გაგვექცეს ზოგადად და იმდენი ახალი ხელსაწყო გამოდის, იმდენი ახალი მიმართულება გამოდის, რომ გამორიცხულია ყველაფერს ახვე. თუმცა თუ გვექნება რაღაც საბაზისო უნარები, რაღაც ანალიტიკური მიმართულება, ცოდნა ამ მიმართულებით, AI-ის მიმართულებით, ის მაინც გვეცოდინება, რომელი გზით უნდა წავიდეთ და რომელი ხელსაწყო უნდა ავარჩიოთ და სწორად განვითარდეთ. ეგ საბაზისო უნარები სასიცოცხლოდ აუცილებელია ნებისმიერი ჩვენთაგანისთვის. ამის გარეშე უკვე იმდენი ხელსაწყო გამოდის, რომ დავიკარგებით ამ ყველაფერს. მაგალითად, ბოლო მონაცემებით ერთ-ერთი ძალიან კარგი საიტია Future Tools, სადაც 4000-მდე ხელსაწყოა და 4000 ხელსაწყოში რომ ნავიგაცია შეძლო ადამიანმა და რა მიმართულებით გამოიყენო, რომელი ხელსაწყო გამოიყენო, ამაში გჭირდება თავიდან ანალიტიკური ცოდნა, უნარები და უნდა აფასებდეს სწორად რა გჭირდება შენი საქმისთვის. მაგალითად, კლიენტთა მომსახურების სფეროში ხარ, როგორი ჩატბოტები გჭირდება, ლოგისტიკაში ხარ, როგორი AI აგენტები გჭირდება, რომელიც მაგალითად აფასებს მარშრუტებს, გეგმავს, შემდეგ ამ შეფასების საფუძველზე გეგმავს მარშრუტებს, ზოგავს დროს და ეფექტიანობას ზრდის. არის თქვათ შენზე მორგებული AI ტუტორი, ანუ მასწავლებლები, რომელიც კონკრეტულად სტუდენტზე არგებს სახელმძღვანელოს ჯანდაცვის მიმართულებით, დიაგნოსტიკის მიმართულებით ეხმარება ძალიან ექიმებს, ასევე უსაფრთხოების მიმართულებითაც და ძალიან ბევრი მიმართულებით, რაც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ადამიანებმა, განსაკუთრებით მედიის მიმართულებით, დეზინფორმაცია, პროპაგანდის მიმართულებით არის როგორც ამომცნობი, ბოტების ამომცნობი და ტროლების ამომცნობი ხელსაწყოები, ასევე კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ძალიან წინ წავიდა ხელოვნური ინტელექტი და რა ვიცი, რაც კი არსებობს, რაც კი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ,
თუმცა ეს არის კერძო ამ შემთხვევაში საუბრობ კერძო ინიციატივების კუთხით რა მიმართულებით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. თუმცა არის სახელმწიფო მიმართულებებიც, სადაც გაცილებით მასშტაბური და დიდი პროექტები მიმდინარეობს ამ ეტაპზე და სადაც დიდი გიგანტები არიან ჩართული ამ ეტაპზე. ამაზე აუცილებლად ვისაუბრეთ, ძალიან საინტერესოა და მნიშვნელოვანი რაღაცამდე მივედით. მინდა ოთარ მაყურებელს ავუხსნათ უფრო აი რომ იგრძნოს რაში მჭირდება მე ეს ახალი რაღაცა ყველა ახლა ვსწავლობთ ამ რაღაცას აი თვითონმა ადამიანო თვითონმა მაყურებელმა მე პირადად რა სარგებელი რატომ არის ჩემთვის იმის ცოდნა ავიღოთ ერთ-ერთი მაგალითი. მაგალითად ავიღოთ გაყიდვების აგენტი და თუ აქამდე გჭირდებოდა მარკეტინგის გუნდი, რომელსაც უნდა დაეგეგმა კონკრეტულ სეგმენტზე მოერგოთ გარკვეული გაყიდვები. მაგალითად გვაქვს წარმოვიდგინოთ ტრენინგ ცენტრი და ყიდით ტრენინგებს. წარმოვიდგინოთ ესეთი რამ AI აგენტი პირველ რიგში პოულობს მაღალ შემოსავლიან კლიენტებს, გვიხარისხებს ამ კლიენტებს, შემდეგ გვიხარისხებს და მათზე მორგებულ მესიჯსაც AI აგენტი გვიწერს. აი გეუბნებით ამას საშუალო დონის AI აგენტებზე. მათზე მორგებულ მესიჯსაც AI აგენტი წერს. მათზე ტარგეტირებულ, ასე ვთქვათ, მესიჯის გაგზავნასაც AI აგენტი ახერხებს და მათ მთელი ამ პროცესის გენერირებას თავიდან ბოლომდე AI აგენტი აკეთებს დაწყებული კლიენტების პოვნიდან დამთავრებული მესიჯიდან კონკრეტულად ტარგეტირებულად, ასე ვთქვათ, სამიზნერო ამოირჩიოს და მათზე იმუშაოს. და შენ ფაქტიურად არაფერში არ გიწევს ადამიანს არაფერში არ გიწევს, ასე ვთქვათ, ერთი ნაბიჯის გადადგმაც კი გარდა იმისა, რომ თავიდან ბოლომდე მიდის და ეს კლიენტი მოყავს შენთან. და უკვე შენ აი ეს მარტივი რაღაც კლიენტთა მომსახურების სფეროში შეგვიძლია რომ ეს ბოტები ძალიან გაწვრთნილი ბოტები არიან ამ მიმართულებით წერან ლოგისტიკა ვახსენე გარდა იმისა რომ გზებს და მარშრუტებს ირჩევს ხელოვნური ინტელექტის აგენტი გეგმავს შემდეგ ამ მარშრუტებს და აფასებს თქვათ ტვიტების რაოდენობას აფასებს და როგორ დავასაწყობოთ, სად დავასაწყობოთ მთელ ამ პროცესში გვეხმარება მთელი ამ პროცესის ავტომატიზაციაში. კი, აი რა ვიცი, წარმოვიდგინოთ კიდევ და თან ეს ყველაფერი, რაზეც საუბრობ, ამ ყველაფრის გაკეთება შეუძლია უკვე ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ ოდნავ რაღაც დონეზე ჩახედულ ადამიანს, რომელმაც შეიძლება კოდის წერა არ იცოდეს, შეუძლია რომ აი საკუთარ ბიზნესში, საკუთარი რაღაცა მცირე ბიზნესში, ლოკალურ ბიზნესში ეს ყველაფერი გააკეთოს და კიდევ ვიძახი ისინი არ იღლებიან, არ იძინებენ, არ ისვენებენ და 24/7-ზე შეუძლიათ მოგემსახურონ და შეგივსონ თანამშრომლები თუ აქამდე სიტყვაზე ადამიანს არ ქონდა დიდი რესურსები ორგანიზაციისთვის და რაღაცა თუნდაც მცირე კომპანიის ჩამოყალიბებისთვის გჭირდებოდა 15-20 ადამიანი, თავისი ბუღალტერი, თავისი იურისტები, თავისი, რა ვიცი, გაყიდვების გუნდით, მარკეტინგით და ასე შემდეგ, AI აგენტს შეუძლია ეს ყველაფერი შეავსოს და 2-3 AI აგენტის გამოყენებით, რომელიც შეგიძლია სხვადასხვა მიმართულებით ამუშაო, ფაქტიურად გამართული კომპანია გქონდეს ერთ ადამიანსაც კი ამ შემთხვევაში. ახსენე რომ არათუ გარდამავალ ეპოქაში, არამედ უკვე ეს ეპოქაში ვიმყოფებით ხელოვნური ინტელექტის ამ მიმართულებით მოწინავე ქვეყნები რომლები არიან? მოწინავე ქვეყნები როგორც ყველაფერში, რა თქმა უნდა, შეერთებული შტატები, ჩინეთი, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, სხვათა შორის იტალიასაც აქვს რამდენიმე კარგი პროექტი და ცხადია რუსეთი ცდილობს რომ ფეხი აუწყოს ოღონდ თავის მიმართულებებით და ამაზე შეიძლება შემდეგ ვთქვათ, რადგან ჩინეთი და რუსეთი დიდწილად ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ ადამიანების კონტროლის მიმართულებით, როგორ აკონტროლონ ხალხი, როგორ გაავრცელონ თქვათ პროპაგანდა, დეზინფორმაცია და თუ შევადარებთ სიტყვაზე საფრანგეთს და
დიდ ბრიტანეთს და აქეთ დავაყენებთ სიტყვაზე რუსეთს და ჩინეთს, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი თუ აქცენტს აკეთებენ ეთიკურ საკითხებზე, ადამიანის პერსონალურ მონაცემების დაცვაზე და ასე შემდეგ, იქით პირიქით ხდება და ფაქტიურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის მაგალითი იმის, რომ ბოროტი სახელმწიფოების ხელში შეიძლება საფრთხეთაც იქცეს ხელოვნური ინტელექტი, მაგრამ ესეც გამოწვევა რაღაც და შეგვიძლია აქედანაც ბევრი რამ ვისწავლოთ, რადგან ესეთ ქვეყანა, ესეთ სოფლიოში გვიწევს ცხოვრება და ავტორიტარული ხელოვნური ინტელექტის როგორც მინუსი, ისე პლუსი ის არის, რომ ის ხდება, ის ექცევა ნებისმიერი ადამიანის ხელში, შეიძლება იყოს როგორც ასე ვთქვათ, სიკეთის იარაღი, ისე ბოროტების იარაღი და კარგია რომ ამ ეტაპზე თლათ ეს ბოროტება და პროპაგანდა და დეზინფორმაციის მანქანა ბოლომდე ვერ მუშაობს და სხვა სიკეთეებისთვის ვიყენებთ ხელოვნურ ინტელექტს, როგორებიცაა, რა ვიცი, თუნდაც აი ელემენტარული ავიღოთ დიდი ენობრივი მოდელი ChatGPT უკვე რამდენ ადამიანს ეხმარება ამ მიმართულებით და ესეც რაღაცა მცირედია 1%-იც არ არის. პატარა ქვეყნებზე რას გვეტყვით არა პატარა შედარებით თქვენი საუბრეთ მოწინავე ქვეყნებზე, დიდ ქვეყნებზე, ამ მიმართულებით თუ არიან შედარებით პატარა ქვეყნები, ვთქვათ, მოწინავეები და ჩვენს რეგიონში რა ხდება? ჩვენს რეგიონში აგერ სულ რაღაც 2-3 დღეს უკან NVIDIA-მ სომხეთში გახსნა ხელოვნური ინტელექტის ჰაბი და რაც სომხეთის რეგიონულ ლიდერობას ძალიან ხელშეუწყობს ამ მიმართულებით და ეს ფაქტიურად გარღვევაა ხელოვნური ინტელექტის კუთხით ჩვენი მეზობელი სომხებისთვის. ასევე ძალიან კარგი საკვლევი პროექტები აქვს და კარგი მიმართულებით ვითარდებიან აზერბაიჯანელები. მათ აქვთ ამ კუთხით თურქეთის მხარდაჭერა და ბევრ რაღაცაში ისინი აკოპირებენ კიდეს თურქეთის გამოცდილებას. თურქეთს აქვს ძალიან კარგი მიმართულებები, თუნდაც ბაირაქტარი მუშაობს ამ კუთხით. რუსეთზე აღარაფერს ვამბობ, დიდი სახელმწიფოა და ისედაც სამხედრო ინდუსტრიული მიმართულება, დეზინფორმაცია, პროპაგანდის მიმართულებით, ზოგადად რაც არის ეს რუსული სახელმწიფო პოლიტიკა ამ მიმართულებით ვითარდება. სად ვართ ჩვენ ამ მიმართულებით? ჩვენ იმ ფონზე, როდესაც სომხეთი, აზერბაიჯანი აირად ჩამოთვალე რა მიმართულებით ვითარდებიან, ჩვენ ამის ფონზე არ გაგვაჩნია ელემენტარულად ხელოვნური ინტელექტის სტრატეგია, ეროვნული სტრატეგია, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია. წარმოვიდგინოთ ახლა ესეთი ფონი და ესეთი სიტუაცია, რომ დღესდღეობით საქართველოში არ ისწავლებოდეს წერა-კითხვა, ან არ გაგვაჩნდეს კონსტიტუცია. დაახლოებით მსგავს სიტუაციასთან გვაქვს საქმე. არ გაგვაჩნია AI სტრატეგია, არ გაგვაჩნია უწყებათა შორისი ჯგუფები, რომლებიც იმუშავებდნენ ხელოვნური ინტელექტის სტრატეგიაზე, რომელიც შესაბამისობაში იქნებოდა და ასე ვთქვათ, თანხმდროში იქნებოდა უსაფრთხოების სტრატეგიასთან, რადგან ხელოვნური ინტელექტი აღარ არის გართობის სფერო, ხელოვნური ინტელექტი არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი და ამ მიმართულებით საერთოდ არაფერზე ან დეპარტამენტები ჩვენ არ გაგვაჩნია, არანაირად არ ვითარდებით და წარმოიდგინეთ, არ ვითარდება განათლების სფერო, არ ვითარდება უსაფრთხოების სფერო, არ ვითარდება ჯანდაცვის სფერო. არ არსებობს მიზეზი, საინტერესოა. მიზეზი, ეხლა რო წარმოვიდგინოთ, რომ ესენი ვერ ხვდებიან, რა სიტუაციაში ვიმყოფებით, ეგ არის წარმოუდგენელი ამბავი, იმიტომ რომ მთელი მსოფლიო ამ ფერხულშია ჩაბმული ხელოვნური ინტელექტი, ხელოვნურმა ინტელექტმა ფაქტიურად გადაუარა ტალღასავით მთელ მსოფლიოს და იმართება სამიტები, კონფერენციები, დიდი ქვეყნები უდიდეს ინვესტიციებს დებენ, როგორც შეერთებული შტატები, ისე ჩინეთი, ისე საფრანგეთი, ეს ასეულობით მილიარდ დოლარზეა საუბარი, ტექნოლოგიურ გიგანტებზე აღარაფერს ვამბობ და ესე კერძო ინიციატივებზე, როგორიც არის სიტყვაზე NVIDIA, Google, Facebook, რა ვიცი, დიდი OpenAI და ასე შემდეგ. მე ლაპარაკობ ქვეყნებზე, რადგან დღეს თუ პოლიტიკაში ყოფნა გინდა და დღეს თუ მსოფლიო ბატონობა გინდა ხელოვნური ინტელექტის გარეშე ამას ვერ შეძლებ. ადრე თუ მთელი მსოფლიო იმაზე იყო გადართული, ვის ჰქონდა დიდი ატომური ბომბი და ვის უფრო მეტი ატომური ბომბი ექნებოდა და ამით დომინირებდნენ დანარჩენ მსოფლიოზე, დღესდღეობით
ეს იქნება ხელოვნური ინტელექტი, ხელოვნური ინტელექტის სისტემები. აი მაგალითად რა მიმართულებითაც მუშაობს ამერიკაში DARPA, სააგენტო DARPA, ეს საკვლევი სამეცნიერო მიმართულება, რომელიც არის აი მაღალი ტექნოლოგიების მიმართულებით და შემდეგ ამას იყენებენ უკვე როგორც სამხედრო ინდუსტრიაში, ისე დაზვერვის მიმართულებით. ჩვენ ამაზეც აღარ გვაქვს ლაპარაკი. ერთადერთი საქართველოში რაც ვითარდება, ეს არის დაბალი დონის გენერაციული AI, სადაც შეგვიძლია ფოტოები დავაგენერიროთ, ვიდეოები დავაგენერიროთ და ასე შემდეგ. აღარ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენ საქართველოში ან დრონები ვაწარმოოთ, ან თავდაცვის სისტემები ვაწარმოოთ, ან საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ სარადარო სისტემები გქონდეს, რის საფუძველზე შემდეგ უკვე საკვლევი ანალიზის საშუალება გვექნებოდა და ამაშიც ხელოვნური ინტელექტი დაგვეხმარებოდა. არ გვაქვს განათლების სფეროში ინტეგრირებული, ჯანდაცვის სფეროში ინტეგრირებული, სადაზვერო საქმიანობაში, უსაფრთხოებაში ინტეგრირებული AI სისტემები, რომლის გარეშეც დღესდღეობით, აი თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ვართ ფაქტიურად გამოქვაბულის მდგომარეობაში. თუ ესე დარჩა კიდევ თან იმ ფონზე, როდესაც უკვე გადავდივართ AGI-ის ეპოქაში, უკვე მეორე საფეხურს უახლოვდებით, ეხლა კი ვიცით, რომ ვიწრო ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ვართ, შემდეგ გადავდივართ AGI-ის ეპოქაში და ამის შემდეგ არის ხელოვნური სუპერინტელექტი. AGI-ის ეპოქაში უკვე რაღაც სასწაულები აუცილებლად იქნება, ისეთი სასწაულები, რაც დღესდღეობით წარმოდგენაც არ აქვს. და აი უკვე მსოფლიო მიუახლოვდა, ყველა საუბრობს იმაზე, რომ გადავედით, ეს არ ფასდება მხოლოდ ერთი კომპონენტით, რომ AGI-ის ეპოქაში ვართ, ზუსტად რო თქვას ადამიანმა, ამას ჭირდება რამდენიმე ფაქტორი, რაც განაპირობებს AGI ეპოქაში გადასვლას, მაგრამ ჩვენ აი ამ ფონზე, როდესაც პირველ ეტაპზეც არ ვიმყოფებით ქვეყანა, წარმოიდგინეთ უკვე ძველებურათაც აღარ უნდა მივუდგეთ ამას, ხო? რამდენი წელი დაგვშორდება? უნდა დაიწყოს თქვენი მოსაზრება მაინტერესებს. რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას პირველ, აი საიდან უნდა დავიწყოთ, რა უნდა გაკეთდეს? რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას და პირველ რიგში უნდა დაიწეროს ხელოვნური ინტელექტის სტრატეგია, რომელიც სომხეთსაც აქვს, რუსეთსაც აქვს, რუსეთს ჯერ კიდევ 2019 წლიდან აქვს, მართალია, მათ აქვთ ესეთი გაცხადებული, ასე ვთქვათ, გაცხადებული კურსი, რომ ჩვენ ეს იმიტომ მივიღეთ, რომ ტექნოლოგიური სუვერენიტეტი გვინდა გქონდეს. სომხეთსაც აქვს 2024 წლიდან ხელოვნური ინტელექტის სტრატეგია და თითქმის ქვეყანა არ დარჩა, ვინც ამ მიმართულებით არ ვითარდება და პირველ რიგში ჩვენს პირველ რიგში უნდა დავწეროთ ხელოვნური ინტელექტის სტრატეგია. შემდეგ ამ სტრატეგიიდან გამომდინარე უნდა შეიქმნას უწყებათაშორისი ჯგუფები სხვადასხვა სამინისტროებიდან, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის სტრატეგიაში გაწერილ გეგმას გადაიტანენ და ინტეგრირებას გაუკეთებენ საკუთარ სამინისტროებში. და ეს არ უნდა ხდებოდეს მხოლოდ მაღალ დონეზე სამინისტროების დონეზე, ეს უნდა დაეშვას თვითმმართველობების დონეზე, ეს უნდა დაეშვას სკოლების, ბაღების, ადგილობრივი, რა ვიცი, სამართალდამცავი უწყებების და ასე შემდეგ. უამრავი მიმართულებით, რადგან მაგის გარეშე დღესდღეობით ვერ ვიარსებებთ. მათ ასევე შესაბამისობაში უნდა მოხდეს საქართველოს კანონმდებლობა მთელი რიგი მიმართულებებით, რადგან დღესდღეობით ტექნოლოგიები ისეთი სწრაფად ვითარდება, რომ კანონმდებლობა ზოგადად ერთერთებულ შტატებში ეწევა და შემდეგ ხდება ხოლმე ამისი დაბალანსება და კომპენსირება ვერც დიდ ბრიტანეთში და ვერც საფრანგეთში, ვერც გერმანიაში. და ამიტომ ჩვენ მაგ მიმართულებითაც უნდა ვუწყოთ. კანონმდებლობა გაგვიხდება მთლიანად გადასახედ. და მთელი რიგი მიმართულებები, მთელი რიგი რეგულაციები სჭირდება, ამას მარტო ის ხო არ არის, რომ რაღაც დანერგოეთიკური საკითხებია, ადამიანის პერსონალური ინფორმაცია და ბევრი რაღაც, რაზეც დღეს და ცივილიზებული მსოფლიოშიც მიდის კამათი განხილვა და ასე შემდეგ. თუმცა ჩვენ რა ვიცი, არავის არაფერი სმენია, რომ ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლება რამეს აკეთებდეს და ჩვენ კარგავთ ეს კერძო ინიციატივებს ახსენებთ ხომ ხშირად ჩვენ კარგავთ ერთი ეგ არის, რომ ეს შუადერეფანი, ასე ვთქვათ, ტრანსკასპიური კორიდორი, რაც არის თითქოს მაგით ვიწონებთ თავს
შუადერეფნით, ეგაც მოხდა ფორს მაჟორში, რადგან რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ჩრდილოეთის დერეფნის გარკვეული ტვირთები წამოვიდა ჩვენს მხარეს, თუმცა შუადერეფნის განვითარებისთვისაც საცოცხლო აუცილებელია, თუნდაც აი ლოგისტიკის მიმართულებით, წეღანაც ვახსენე, ხელოვნური ინტელექტი და ამის გარეშე იქ პორტებში, რა ვიცი, სარკინიგზო მიმართულებით და კიდე ბევრი მიწოდების ჯაჭვები და ასე შემდეგ. ამის გარეშე ეს შუადერეფანით ჩაგვარდება და სხვა ქვეყნები აიღებენ ჩვენ წილ ასე ვთქვათ, ტვირთებს და ჩვენ წილ ნაკადებს სხვა ქვეყნები შეითავსებენ და ესე აღარ არის, რომ თუ არ გექნება შენ თანამედროვე ტექნოლოგიებთან ახლოს თუ არ იქნები და ასე ვთქვათ, თანამედროვე ტექნოლოგიებს თუ არ დანერგავ ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაში, ვისაც ექნება თანამედროვე ტექნოლოგიები, ის ჩაგანაცვლებს, არ არის პრობლემა და ამ კუთხითაც ვკარგავთ რეალურად ჰაბის ფუნქცია. საქართველოს ის გეოგრაფიული, ისტორიული თავის დანიშნულება რაც აქვს, ამასაც ვკარგავთ იმის გამო, ჯერ პოლიტიკური რადარებიდან ხო გაგვაქრეს, სოფლიოს პოლიტიკური რადარებიდან რეალურად გამქრალი ვართ დღესდღეობით. აი ახლა უკვე ეკონომიკური, ტექნოლოგიური რადარებითაც გავგაქრობენ და არ ვიცი, ეს ჩემი აზრით ხდება მიზანმიმართულად, იმიტომ რომ წარმოუდგენელია დებილი და ჩლუნგიც კი მიხვდება ამ შემთხვევაში რამდენად საცოცხლოდ აუცილებელია საქართველოში ხელოვნური ინტელექტის განვითარება. საუბრის დასაწყისში ახსენეთ, რომ ზოგიერთი ქვეყნები, მოწინავე ქვეყნებზე, როდესაც საუბრობდით, შეიძლება გამოიყენოს არა კეთილი მიზნებისთვის, ასე ვთქვათ. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ გარემოში, რომ ისეთ რეგიონში, რომ საფრთხე ყოველთვის არის მით განსაკუთრებით ჩრდილოეთიდან, აი რუსეთი სად არის ამ მიმართულებით ისაუბრეთ შეეხეთ ამას, მაგრამ უფრო კონკრეტულად აი სად არის და რუსეთი ძირითადად ამას იყენებს ფსიქოლოგიური ოპერაციებისთვის, საინფორმაციო ოპერაციების მიმართულებით, იყენებს აი როსკომნაძორი მაგალითად კრიტიკული ხმის ჩასახშობად AI სისტემებს, მათ აქვთ ასევე დიდი ენობრივი მოდელებზე მუშაობენ და Yandex-იც, Sberbank-იც ამ კუთხით და ვითარდებიან, მაგრამ ძირითადად ეს ყველაფერი არის სამხედრო ინდუსტრიული მიმართულებით, დრონების მიმართულებით და ასე შემდეგ. ისინი იძახიან, რომ ჩვენ გვჭირდება ტექნოლოგიური სუვერენიტეტი და ჩვენი ხელოვნური ინტელექტი უნდა ემსახურებოდეს იმას, რომ დანარჩენი მსოფლიოსგან და ასე ვთქვათ, დამოუკიდებლები და ძლიერები ვიყოთ. თუმცა ამ ყველაფერს ისინი იყენებენ პროპაგანდა დეზინფორმაციის მანქანისთვის და თან იმ ფონზე, როდესაც რუსეთს გააჩნია ძალიან ძლიერი კიბერშეტევითი პოტენციალი, რეალურად ჰიბრიდულ ომს აწარმოებს არა მარტო ჩვენს წინააღმდეგ, არამედ დანარჩენი მსოფლიოს წინააღმდეგაც, იცით ალბათ გაგიათ ეს გერასიმოვის დოქტრინა, რომელიც 80-20-ია ასე ვთქვათ გათვლილი და 80-20-ზე 80% პროპაგანდა ან ძალასთან შეფარდებით და ისინი განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ჩვენთან აი ესეთი ძლავრად არის დეზინფორმაცია, პროპაგანდა და როდესაც ვიმყოფებით საოკუპაციო და ჰიბრიდული ომის პირობებში, ჩვენ უნდა ვიყოთ განსაკუთრებულად მომზადებულები ამ კუთხით. განსაკუთრებულად მომზადებულები ამ მხოლოდ ადამიანები არ ყოფნის ამას. ჯერ ერთი რესურსი არ გვაქვს როგორც ადამიანური კუთხით და მეორე არ გაგვაჩნია არანაირი სისტემები, ხელოვნური ინტელექტის სისტემები, როცა ისინი შეტევითი მიმართულებით შეიძლება თავდაცვითი და დაცვითი მიმართულებით არც კიბერ უსაფრთხოებაში არიან, მაინც და მაინც ძლიერები და არც ხელოვნურ ინტელექტში ამ კუთხით, მაგრამ შეტევითი პოტენციალის მიმართულებით რუსეთი დღესდღეობითაც ითვლება ერთ-ერთ ძლიერ სახელმწიფოდ, რადგან ისინი აკეთებდნენ ყოველთვის შეტევებს შეერთებული შტატების, საფრანგეთის, გერმანიის, ნორვეგიის, ბოსნიის და რა ვიცი, მილიონი მიმართულებით ბულგარეთშიც, ანუ კიბერუსაფრთხოების კუთხით მათ ჰქონდა ძალიან ბევრი შეტევები, ვიცით ხო? და ამიტომ როცა ესეთი მონსტრი გვიდგას წინ, ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენც გქონდეს ესეთი აწყობილი ინფრასტრუქტურა, აწყობილი სისტემა, რომ რაღაცნაირად გავუმკლავდეთ ამ ყველაფერს, მაგრამ რეალურად ვართ იქ, სადაც ვართ და არც კი ვიმჩნევთ და საუბარიც არ მიდის იმაზე, რომ აი საფრთხე გვემუქრება.
არ ვიცი, წარმოუდგენელი. თემის საკითხი ნამდვილად ამოუწურავი არა მხოლოდ ამ მიმართულებით, ზოგადად AI მიმართულებით და მაყურებელს ვეტყვი, რომ მომდევნო გადაცემებშიც გვექნება საშუალება, რომ დაგისვათ კითხვები. აი, უბრალოდ ერთ სათს ვიტყვი, აი ერთ-ერთი მიმართულება, რადგან რუსეთი ვახსენე და რადგან საოკუპაციო ხაზი ვახსენე, აი შეგვიძლია მაგალითად გქონდეს სარადარო სისტემები ამ კუთხით, რომელიც ანალიზის საფუძველზეც, რის ანალიზსაც თვითონ ხელოვნური ინტელექტი გააკეთებდა, ანალიზის საფუძველზე გავაკეთებდით ერთგვარ პროგნოზსაც გააკეთებდა ხელოვნური ინტელექტი, მაგალითად ადამიანების ვიცით რომ ყოველ კვირაში ერთხელ იტაცებენ საოკუპაციო ხაზიდან ადამიანებს და ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე შეიძლებოდა დაგვეთვალა მათი განწყობები ან მათი შემდეგი ნაბიჯები როგორ მოიქცეოდნენ, რანაირად მოიქცეოდნენ, რამე დამთხევები ხო არ არის ამ ყველაფერში, როდესაც ამ მონაცემებს აიღებდა ხელოვნური ინტელექტი, შეიძლება დაგვენახა, რომ რუსეთი თქვათ სიტყვაზე ყოველ ორ შაბათს იტაცებს ადამიანს, ან ყოველთვის მეორე რიცხვში, ან წვიმიან ამინჩი, ან ის საოკუპაციო ეს მინიმუმია რაც შეიძლება საოკუპაციო ხაზთან თქვათ 10 მეტრში ან იმ ფონზე, როდესაც პოლიტიკოსები გარკვეულ განცხადებებს აკეთებენ, იმ ფონზე იტაცებს. ის დაგვიდგენდა ფაქტორებს, რის საფუძველზე მოქმედებს რუსეთი და რუსული სპეცსამსახურები რეალურად და რატომ მოქმედებენ ასე. აი ამასაც ხო დავთვლით ადამიანის უსაფრთხოების მიმართულებას, გარდა იმ სიკეთეების, რაც ჩამოთვალე, უამრავი რაღაც არის და ჩვენ ახლა ვხედავთ რა დონეზე ვითარდება, ჩვენ თუ რაღაცა გვინდა რომ რეალურად გადავჭეთ, ორი მიმართულება, ერთი არის ხელოვნური ინტელექტი და მეორე ერთი არის ეს განათლება და მეორე არის უსაფრთხოება. არც განათლება და არც უსაფრთხოება დღესდღეობით ხელოვნური ინტელექტის გარეშე არ არსებობს და აი ჩვენ ვხედავთ ისრაელი როგორ მოქმედებს და პოზიციონერებს, ჩვენ თუ გვინდა რომ რეალურად გადავჭეთ და ნავიგაცია შევძლოთ დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად, უნდა ვიყოთ ისრაელევით სახელმწიფო და ისრაელი კი ვხედავთ რომ აი მაგალითია თუნდაც ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის, კიბერუსაფრთხოების და ბევრი მიმართულებით. უმეტესი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, მაყურებელს კი შევახსენებ, რომ ჩვენ მომდევნო გადაცემებშიც გვექნება ამის საშუალება, რომ სხვადასხვა თემებს შევეხოთ, საინტერესო თემებს, რა თქმა უნდა, და გემშვიდობებით. მადლობა თქვენ.